მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს კომპანიაში მათე მოტორში შეიძინა ჯეტურის ავტომობილი. იცით ეს ჯეტურის ბრენდი არის ჩვენი ბრენდი, მათე მოტორსის ბრენდია. დაახლოებით 2 წელიწადია ჩვენ ამ ავტომობილებს ყიდით და ის რომ ვიღაცა 2 და 3 ავტომობილი შემოყავს და ადამიანები შეცდომაში შეყავთ და რაღაცა ჭიღრუ-პუღრუ ტელევიზიის თანამშრომლებს იყენებენ ამ გაპიარებაში, რომელ ტელევიზიასაც 100 თუ 200 ადამიანის მეტი მაყურებელი არ აყავს. მინდა ყველას უთხრა, რომ ჯეტური არის მათე მოტორსის ბრენდი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათე მოტორსმა ჯეტურის აი ეს ავტომობილი, რომელსაც ეძახიან T2 საქართველოში მისი აწყობა ძალიან მალე დაიწყოს. აგრეთვე ჩვენ გეგმავთ, რომ ჯეტური დაშინგის ქარხანა იყოს საქართველოში. ამას ჩვენ მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ჩვენ დაგვეხმარება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. რაც შეეხება ვინ არის საქართველოში დილერი, ვინ არის წარმომადგენელი, ჩვენ ვართ დილერიც, წარმომადგენლებიც, საწყობიც გვაქვს, ყიდით და გვაქვს მილიონობით თანხის შეძენილი ავტონაწილები. ის რომ ვიღაცა სადღაც გადამზადდა არის ტყუილი, ვიღაცა სადღაც რომ თითქოს და აქვთ პროფილაქტიკა თუ ცენტრი, ეს არის ტყუილი და ყველაფერი ტყუილია, რაც ამაზე მე არ ვაგებ პასუხს, რასაც გეუბნებით, ვინაიდან კომპანიას ყავს 4 იურისტი, 4 იურისტმა ამ საქმეზე იმუშავა და პასუხს აგებენ ყველა იმ სიტყვაზე, რასაც თქვენ ამათგან გაიგებთ. მე ვამბობ იმას, რასაც ჩემი იურისტები ამბობენ და მე ვხედავ განაწყენებულ ადამიანებს, ვინც ჯეტური შეიწყიდა, აღმოჩნდა რუსეთში წარმოებული და აღმოჩნდა ის არ აღმოჩნდა, რასაც პირდებოდნენ და თქვენ დღეს ყველაფერს გაიგებთ. რაც შეეხება ჯეტურის ოფიციალურ წარმომადგენლობას, რასაც ქვია, როგორ ეძახით შალვა ჩვენ როცა შენი არის წარმომადგენლობა, ოფიციალური დისტრიბუტორი. დისტრიბუტორი ძალიან მალე ჯეტურისიც იქნება